როგორც ვარაუდობენ 100 და 150,000 დოლარზე ავაო და საბოლოოდ ალბათ ყველაფერი ციფროზე გადავა. 2023 წელს ვიდეო დავდე ექსპერიმენტად კრიპტოში ინვესტიციას ვაპირებდეთ კი ვამბობდი. პატარა კაპიტალით მეტი და 2024 წლის დეკემბერში ისევ ჩავწერე მეორე ვიდეო, იქ უკვე საუბრობდი რომ ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაიზარდა იმ მომენტში და ვინც ადრე იყიდა სოლიდური მოგება ნახატკო, იქ ვამბობდი უკვე 2024 წელს. და დევს ეს ორივე ვიდეო არხზე. იქვე დავამატე რომ ზოგიერთი პროგნოზით ბიტკოინი 100-დან 150,000 დოლარამდე შეიძლებოდა ასულიყო. ზუსტად ამას ვამბობდი. დღეს კი ამ ვიდეოს ჩაწერის მომენტში ბიტკოინის ფასი უკვე 119,000 დოლარია. 119,000 დოლარი ამ მომენტში. ფაქტია რომ მაშინდელი პროგნოზი დიდი სიზუსტით გამართლდა. მე არ ვარ კრიპტოვალუტების ექსპერტი და არც ფინანსური სტრატეგი, უბრალოდ ვაკვირდები პროცესებს გლობალურ კონტექსტში. და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო რამ ხდება და ეს იცით. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნები სერიოზულად აძლიერებენ ფინანსურ ზედამხედველობას. სანქციების პოლიტიკა ბოლო წლებში მკვეთრად გაფართოვდა. ქვეყნებს, კომპანიებს და ცალკეულ პირებს ბლოკავენ საბანკო სისტემიდან. ანუ თუ იმათ იდეოლოგიას არ იზიარებ, უცბად გაგთიშო რა ერთ წამში. საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემა SWIFT უკვე გამოიყენება როგორც პოლიტიკურ იარაღად, რაც აძლიერებს ცენტრალიზებული ფინანსების რისკებს. ერთდროულად დიდი სახელმწიფოები ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და სხვა აქტიურად ტესტავენ ან უკვე ნერგავენ ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებს, CBDCs. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ტრანზაქციების კონტროლი და ცენზურა შეიძლება ბევრად მარტივი გახდეს. ამ ფონზე ბიტკოინი რჩება იშვიათ ინსტრუმენტად, რომელსაც სახელმწიფო პირდაპირ ვერ აკონტროლებს. მისი რაოდენობა შეზღუდულია 21 მილიონი ერთეული ბიტკოინის და ჰალვინგის მექანიზმი ამცირებს ახალი ბიტკოინის გამომუშავებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ფაზზე ზეწოლას ზრდის. ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ როცა ძალაუფლება მეტისმეტად კონცენტრირებულია, ჩნდება ალტერნატიული გზები. ყოველთვის ესე იყო, ესე არის და ესე იქნება. იქნება ეს ოქროს გამოყენება იმპერიების დასრულებისას, ვერცხლის მონეტები შუა საუკუნეებში თუ ვაჭრობა სახელმწიფოს კონტროლს გარეთ. ბიტკოინი დღეს არის სწორედ ასეთი ალტერნატივა ციფრულ ეპოქაში. ეს არ არის რჩევა, ეს არის ჩემი დაკვირვება და ანალიზი, რომელიც დაბალხარისხიანი ქაოსური ჩანაწერებიდან იქცა უფრო მკაფიო ხედვად. მოვლენები ვითარდება სწრაფად და მე ვაგრძელებ მათ უბრალოდ განხილვას რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. ამიტომ მინდა შევეხო ერთ თემას, რომელიც ბევრისთვის შეიძლება ძალიან მაცდური ჩანდეს. ეს არის კრიპტო ბირჟებზე სკალპინგი თუ ეგრეთ წოდებული ფიუჩერსებით ვაჭრობა. ეს არის მაღალი რისკის და მაღალი სტრესის ტაქტიკა. ვინც ამ სფეროშია, ამ ყველაფერს აკონტროლებს, ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და უკვე ძალიან დიდი შეცდომებიდან ასწავლი აქვს. მაგალითად, ბირჟაზე შედიხარ და ცდილობ მცირე ფასის მერყეობაზე წამებში ან წუთებში მიიღო მოგება. თეორიაში შეიძლება მოგებაც ნახო, მაგრამ პრაქტიკაში განსაკუთრებით გამოუცდელი ადამიანისთვის ეს ძალიან ხშირად მთავრდება სრული კაპიტალის დაკარგვით. და ასეთი შემთხვევა უამრავია. პრობლემა ისაა, რომ ასეთ ვაჭრობაში არ არის დაცული ფსიქოლოგიური და ფინანსური ბალანსი. პატარა შეცდომა ან ბაზრის მოულოდნელი მოძრაობა და შეიძლება ანგარიში ნულამდე ჩაგივარდეს. განსაკუთრებით ფიუჩერსებში, სადაც გამოყენებულია ლევერიჯი. ლევერიჯი ნიშნავს ნასესხები ფულის გამოყენებას, მოკლედ რო ვთქვათ, ინვესტიციისთვის ან ვაჭრობისთვის. აქ უკვე არა მხოლოდ კაპიტალი იკარგება, არამედ ხშირად ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ართმევს ადამიანს რაციონალური აზროვნების უნარს. ამიტომ მინდა მკაფიოდ ვთქვა, ეს არ არის მოწოდება ან რჩევა. პირიქით, თუ არ გაქვთ გამოცდილება და მკაცრი რისკ მენეჯმენტი, ფინანსურად ასეთი ტაქტიკით განადგურდეთ. მეორე მხრივ, ბიტკოინს დღეს ბევრი ხედავს როგორც თავისუფლების სიმბოლოს, დეცენტრალიზებულ სისტემად, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგია ნეიტრალურია და ის, ვინც მას აკონტროლებს, საბოლოოდ განსაზღვრავს მის როლს. შესაბამისად ისეთი იქნება, მაგალითად, პროპაგანდისტული ჩვეულებრივად შეუძლია იყოს ChatGPT-ს. დამახინჯებული აზრები მოგაწოდოს. იგონებს ამბებს ChatGPT დღეს. ხარვეზი გამოსორდება, მაგრამ ფაქტია, რომ შეუძლია შეთხზას რაღაცეები. თუ მომავალში გლობალური პოლიტიკური და ფინანსური ძალები შეძლებენ ბიტკოინის ქსელის ინტეგრირება საკუთარ სისტემაში, ის შეიძლება იქცეს არა თავისუფლების იარაღად, არამედ მთავარ მექანიზმად მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად.
უკვე იმ წესრიგის, რომელსაც ელიტები განსაზღვრავენ. ისტორიაში ბევრი მაგალითია, როცა ინოვაციური და თავისუფლების მომტანი ტექნოლოგიები საბოლოოდ იქცა კონტროლის იარაღად. ამიტომ დღეს რაც ალტერნატივად ჩანს, ხვალ შეიძლება იყოს სისტემის ნაწილი. ეს ჩემი დაკვირვებაა და არა რეკომენდაცია. ყველა უნდა აფასებდეს საკუთარ რისკებს და გადაწყვეტილებებს, რადგან კრიპტო ბაზარზე ერთი არასწორი ნაბიჯი საკმარისია ყველაფრის დასაკარგად და ესეთი ძალიან ბევრი შემთხვევაა. დაუკარგია ყველაფერი ერთ დღეში, ერთ ღამეში, ერთ წუთში. თუ მოგწონთ მსგავსი ანალიტიკური ვიდეოები მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაწერით კომენტარებში და გავაგზავნოთ ესე. სხვადასხვა თემებს შევეხოთ. არა აუცილებელი იყო რაიმე სფეროში პროფესიონალი. თავარია გქონდეს გონივრული დამოკიდებულება რაიმეს მიმართ, ეს ტექნოლოგია იქნება თუ სხვა ღირებულება, გქონდეს ადეკვატური და რაციონალური დამოკიდებულება და ძალიან მარტივია აქედან რეალური დასკვნების გამოტანა. მადლობა ყურადღებისთვის.